ახლა უნდა წავიდე მაღაზიაში, ვიყიდე სახალხოდ პროდუქტები და ვფიქრობ ზემოდან რა მოვიცვა. თლად ესეც ვერ წავალ. და ვფიქრობ ისის კურტკა ჩავიცვა თუ ყავს თქო. გონი ჯინსის კურტკა ჯობია. წავალ ჯინსის კურტკას მოვიტან და მოვალ. მოვიტანე. აი, ამას ჩავიცვა. გონი მოხდება. რჩი არის. კარგად არ ჩანო, გონი არის. ესე დავაყენო. განაკეთებ. ჩანო. ასე. ეს გამოვიქრა. კომფორტულად იქნება. ესე. ცოტა აცივდა ხოდაშობის აქეთაც. საქართველოში კი ცივა ძალიან ვიცი როგორც ვიცი. ასე არის. აიცა. აი. ასე. ასე. დავივართ ცოტა აი ასე რა უშასამით დავივართ. ამიტაც ვიღაც დიდ კბილებიანთა ვარცხელიც მოყვარს აი. სხვა შორის თმა შევიჭერე გუშინ წინ მე თვითონ. აი ესენი რა ცოტა. იმიტომ რომ ძალიან გამიზარდა ათენდავე ჩამოვედი იმის მერე. ორი თვე გავიდა. ხო და არ მიყვარს ხო ძალიან. კარგად მქონდა ეს ძალიან შეჭრილი მომწონდა და ხო იცი რაც უფრო თმა იზრდება მერე თავის სტილს კარგავს ანუ თავის ფორმას რა ანუ რა ფორმაც ქონდა. მაგრამ არა უშავს ხო გზა არ არის. დავისხოთ ჩემს თუხს. ახალია ეს. აფთიაქში ნაყიდია. საოცარის უნდა ქამას. არც რა ქვია. ანუ ეს მე ვარო ანუ ვერზულ ინგლისურად დაწერია. და არ ვიცი. ანუ ისეთი მერსუნი რაღაც სასწავლო მართლა. ხო აი ძალიან სადა მაკიაჟი მაქვს თვალის ჩრდილებით მაქვს ლაინერი გაკეთებული. იდეალური გამოვიდა ჩემი აზრით. და ასე წავალ ახლა მაღაზიაში და წაგიყვანთ თქვენც. და ცოტას გადავიხო. გზასაც და წავდით. ახლა აქედან რომ გავიყვანო მანქანა და რომ გავიყვან მე აქ წინ გაგაყენებთ თქვენ. ოღონდ აუცილებელია ყოველთვის. ოპა, მოვიკო ჩემს. გემოს მანქანა. მე ვთქვი, ეს ხევი არ გასულებ არსად. ეთქვა რომ ჩემ მანქანაში ვიღაც ისხო. რა არის? კამერა ჩართული მქონდა. ხო გამორთა მე რომ უნდა წინ დამესვით. და მეგონა ჩავრთე კამერა და ვლაპარაკობ მთელი გზა და ეხა მოვედი. ტყუილებ ვლაპარაკობდი ამდენს. მერტ დავაშავე. მთელი გზა ვიღებდი ვითომ. მედია თქვენს მოგწყვეტ ეგეთი რაღაც. წავედი ხა მაღაზიაში შევედი უკვე დავაპარკინგ. მინდა და კომპოსტოს ყიდო, მაგრამ არ არის კარგი პისოთ. ავიდე პომიდორი პატარა ჩერის, ხახვი, კითხი და კარტოფილი ჯერჯერობით. ეს დიდი უნდა ვიყო ზარა ძალიან დიდი უზარმაზარი გიგანტია. მაგრამ ზარა ხალხ. ამას ავიღებ.
დავიღო. სტაფილოკა. თამთითი არის. 4 კილო. შემოგერთებით კიდევ. ესე იგი სტაფილო ღირს 77 ცენტი კილო, კომბოსტო ღირს 59 ცენტი კილო და ავიღე კამა 72 ცენტი ღირს. აი ეს. ავიღე ბანანი евро 29 ღირს. ავიღე აისბერგი 2.15 ღირს კილო. გადავარჩევ ცოტას კარგებს ჩავდებ. მანდარინი ღირს евро 79 ცენტი. არ ვიცი რა ავიღო ფიქრობ. მსხალი გვაქვს არ მინდა. აი ასე ფასებსაც კი უყურებ თქვენ არ არის. დიდად ფასდაკლები არაფერზე არ არის. კიტკეტი 4.51. დუბაი შოკოლადები 4.65 ხერს ეს. მეორე 4.20, უფრო პატარა არის ეს. ფასდაკლები აქვს ახლა ჩიფსებს. ნაბეღლავებით არის ავიღე. ესეთი გაროხი ავიღე. გაროხისთვის აი ეს евро 59 ღირს. როგორ რაღაცები არის. გაყინული ხახვიც. ოსნაული ყველაფერი გაყინული შეგიძლიათ იყიდოთ. ნუ ვისაც მოწონს რა თქმა უნდა. წვანილიც კი არის გაყინული, წარმოიდგინეთ. დაჭრილი. წვანილი. ლობიუ გაყინული. კარტოფილები. და ხილი არის ამოთ გაყინული. ბრინჯის რა ქვია მოვიწყა ბრინჯის რძეში რო არის ბრინჯი ანუ ეგ ვიყიდე გამზადებული უკვე ფასდაკლება აქვს ეგ ავიღე კიდე ეს იოგურტები
საქართველოში საბავშვო იოგურტები. აქტივიან, რომელიცაც გიჟდები და საქართველოში წიყდება ვიცი. სწამოდა ვიყიდა ნაპოლეონისთვის, მაგრამ ზემოთ ადამიანს უნდა დაუძახო 2 ცალი მინდა ან 1 რიგი. გაფასდაკლება აქვს და ისე 2 რო ავიღოთ, უფრო კარგი იდეალური იქნება. ფასდაკლებები მქონდა ამ ცომებს და წამოვიღე. ანუ ეს 1 წამოვიღე ნაპოლეონისთვის. 2 ცალი ეს და 2 ცალი ეს პიცებისთვის და ესეთი რაღაცების იდეალური არის. პატარა ხაჭაპურებით ვითას რო გააკეთო. კაი ისაა, ცომი არის ძალიან და 2 და 60 და რაღაცა ღერდა. და 2 ეს წამოვიღე, 2 ეს წამოვიღე, იდეალური არის. მქვილები არის ფასებსაც შეხედეთ თქვენც. სიას გადავხედავ ახარები მიწერია და მის მიხედვით ვიყიდი. შაქარი ავიღე, შაქარი ღირს 1 კილო 71 ცენტი ღირს, 71 ცენტი. შაქრის პუდრა ღირს 67 ცენტი, 9 კილოიანი. მქვილები ყველა ხარისხების მიხედვით არის 9 კილოიანი 52 ცენტი ღირს. მიავიღე მაგალითად ეს ფარინა რო აწერია 3 ცალი ერთად. ეს აიღო, კარგი ხარისხისაა ეს ძალიან ყველაზე. არ ვიცი, ნახოთ გადავხედავ კიდე რაღაცებს. ეს კრემი ნაპოლეონის იყიდება ისეთ. ხნელია და მარტო რძე უნდა დაამატოთ. მაგრამ ფიქრობ, რომ მე ჩემით გავაკეთე, უფრო გონი ყველაზე კარგი გამოვა და უფრო გემრიელი გამოვა. ამიტომ არ მინდა. გადავიფიქრებ, ჯერ სახში გავაკეთებ, ნახოთ როგორი გამომივა. ეს მარშმელოუ პატარები, ეს უფრო დეკორაციებისთვის შეგვიძლობენ. ეს პატარებიც საყვალები. ეს ყველაფერი მაგისტრისაა. მე მიდეხა შოკოლადი. ნახო და 15-30-გან ზოგადად. ნახე ისეთი როგორც მე მინდაო. კრემები და რაღაცები არის მზა, მაგრამ მე ვსაუბრობ ხომ ახადი და გითხარით. ზეითუნის გადავხედე კიდე სხვა რაღაცებსაც. განახებ ფილტრიანი 8.85 ღირს ზეითუნის ზეთი. ძვირი არის, აქ ზეითუნის ზეთი ძალიან კარგი გინდათ რა თქმა უნდა. მარილე. ეს მარილი ვიცი რომ საქართველოში ცადა 3.38 ღირს. და საქართველოში არ ვიცი კატასტროფალია, მაგრამ ეს დიდი არის. 750 გრამიანი შეფუთვა და არის 400 გრამიანი შეფუთვაც 1 ევრო და 99 ცენტი ღირს. ნუ ხარისხების მიხედვით არის რა თქმა უნდა. დავიდეთ ახლა წვენი, ერთ წვენი ავიღე ნატურალური და კიდე ავიღე ეს წვენი, პორტოხალი, ვაშლი და გარგალი. ეს ავიღე უკვე. კიდე რა ფიქრობ. კიდე რა ვფიქრობ.
€3.75 არის ყველაფასიანი რა, 85 ცენტიანიც, ევროიანიც, €1.75-იანიც, 2.4 ცენტი. ქაღალდი ცუდად მე და დას. სხვა არ ვიცი. ეს შოკოლადებია და რაღაცები, პეჩენიები და ესეთ რაღაცები. ასე, განახეთ ყველაფერს. მაგრამ ძალიან დიდი ვიდეო გამოვა სავარაუდოდ. ეკავთ შევეხა. ახლა გამოვედი მაღაზიიდან. ძალიან დავიღალე. 1 საათით რაღაცა მაღაზიაში ვარ. ვიყიდე რაღაცები, უკანა ძალაგია. და ქვემოთა ძალაგია კიდე. და გადავიხადე 75 რაღაცა რა, მახსოვს ზუსტად ჩეკი მაქვს. და არ ვიცი მოახერხებთ რა ნახვას. რა, რას ტყუილებდი იქ ვიღებდი რაღაცებს, მაგრამ ნახოთ როგორ მოახერხებ ნახვას, რომ განახოთ რა ვიყიდე. და ხა წავალ სახში. იმედია კამერის ჩათვარ და მოვიწყდება რა. წავალ და დაემშვიდობთ შემდეგ. კარგი დღეს გისურვებთ და ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი აუცილებლად გამოიწერეთ ძალიან დიდი თხოვნა არის. ეხლა წავალ დავალაგებამ ყველაფერს და ნახოთ. უკვე დავიღალე და რაც გავაკეთებ არ ვიცი, 4 საათი არის 5 დაიწყო. ეხლა კი დაწნებული ვარ რომ ვიღებ, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიღებდი წამოსვლით. სახლიდან წამოვედი და ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემთვის. მაგრამ სულზე არ არის ეს. სახლიდან შემოვედი და სხვა გამოვიდი. წავედი. გზები ძალიან გადათხრილი არის. ეხლა დააგეს ცოტა. აი ხა უკვე აღარ არის დაგებული ამ ხარეს, მაგრამ უნდა ვიფრთხილო იქიდან მაგარ არ მოდიოდეს. ღამე ძალიან კარგი არის, როდესაც გადიხარ, რადგან ღამე ჩანს კარგად. თუ როგორ მოდის მანქანა შუქზე ხედავ და ესე კიდევ ვერ ხედავ, რომ ძალიან ცუდი გზა არის ზოგადად რა. საფოვებია და ვიწრო გზებია ძალიან და ვერ ხედავ მანქანას თუ სიფრთხილე არ გამოიჩინე. და ეხლა წავალ ეს ძალიან საშინელი გზებია, ძალიან რა გითხრათ. ეს მეორე მხარესაა, აქ არ უნდა დავდიოდი, მაგრამ ძალიან საშინელი გზებია იქით. ფიზიკურად ვერ მანქანა წამოვა გადავალ, მერე გვერდზად ეგ. აი მოდის მანქანა და გადმოვედი. სხვა არ არის. აი ასე. წამოვედი უკვე. მივალ 1-2 წუთში მივალ უკვე სახში. როგორ გამეთიშა კამერა, ვაიმე, არ და მეგონა რომ ხელი დავაჭირე და არ მქონდა დაჭირილი სახლიდან წამოვედი და ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე. როდესაც რაღაცას ვაკეთებ და რაღაც მაქვს ხოლმე ზოგადად დაგეგმილი და თუ არ გამომდის ან თუ ვერ გავაკეთე, ეს ყველაფერი ძალიან უბრაზდები ხოლმე ჩემ თავზე და მე ისე გაბრაზებული ვარ ხოლმე და გაბუტული ვარ ჩემ თავთან ასე ვთქვათ. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე რაღაცას გაკეთებას, რომ დავიწყებ ან არ გამომდის, ან არ შემიძლია რომ გავაკეთო. აი, არ შემიძლია, აი, როდესაც ხელი მეშლება რაღაცის გამო, აი მაგ დროს უკვე ცუდად ხდები. რა ვიცი, ანუ ყველა მგონი ყველა მასე იყოს ახლა, მე როგორც ვარ, მაგრამ მე ესეთი ვარ, რა გქონდა, ყველა ერთნაირი ვარ იქნება. მართლა აღარ მინდა მაღაზიაში წერვა და დღეს იმყარდა ხოლმე ყოფნა 2 საათის ვიქნებოდი მაღაზიაში, მაგრამ აი ნერვები არ ყოფნის, უკვე მაღაზიაში ყოფნა ფიფიცებით. იმდენად ვიხლები რომ რა ვიცი რა ვქნათ. წასვლები არიან ბავშვები, მაგრამ არ იცი მოსულ მოვიდნენ თუ არ მოვიდნენ, მაგრამ შევხედავ რა. დღეს მუშაობს საღამოს. ნახოთ. როგორ წავალ, როგორ მოვალ. ой, არ არიან მოსულები. აი, აქ არის ეკლესია ხოთაშორის, ახლა რომ მოვედი, ჩვენს გვერდზე აქტიურებთ რა. წამების ნაბიჯი არის ჩვენთან. სიო, მოვედი, ახლა გადმოვიტან ამ პარკებს და განახებთ თუ რა ვიყიდე. ალბათ. ნახოთ.
თუ მოგწონთ ესეთი ვიდეოები დამიწერეთ, რომ ხშირად გადავიღო, რადგან როცა ვყიდულობ რაღაცას არასდროს არ განახებთ. ეხლა გავაღებ კარს მე და გამოვიტან რაც ვიყიდე. არიგება მაგრამ უშვებს ეს მეორე პარკი, ეს მესამე პარკი. ეს მეოთხე პარკი, ეს მეხუთე პარკი. ეს მეექვსე პარკი, ეს კომპოსტო. ეს კარტოფილი და ეს სამზარეულოს ქაღალდი და ეხლა შევიტან ახებს. რადგან მარტო ვარ სახლში. და გაკეთიშავთ. ახლა გავთიშავ და შევზიდავ და დაგემონდებით. შევზიდე და ეხლა უნდა გადავაყენო, რადგან ეს ჩემი ადგილი არ არის. ყოველს თავისი ადგილი აქვს მეზოში და ეს ჩემი ადგილი არ არის. და ამიტომ მე წუწუნებენ ხოლმე ზოგიერთები, რომ რატომ ყავს თავის ადგილას დაყენებული მაგა. დავაყენე, სადაც დავაყენე პირველად რომ მოვედი, დავაყენე ისევე. რაღაცნაირი ის არის. მზე ურთხაზანის, მაგრამ კაია, ხო იცით? იცი კარგი სურთები გამოვიდა და უკან ხედი რომ არ იყოს ასეთი საშინელი. ეს დავფაროთ, დან. აი ასე. ეხლა წავიდეთ და ნახოთ რა ვიყიდეთ, მე. ცოტა ცხელი გამაყინა. მაგრამ ძალიან არცივა, როგორც საქართველოში ცივა მაგალითად, მასე არცივა. შემოვედი სახში. და ვფიქრობ რომ წავიღო განათება ახლა და განახოთ თუ რა ვიყიდე. და ამ შემთხვევაში უნდა გაგეთიშოთ ახლა და გემშვიდობოთ. და შემდეგ ვიდეოში განახებთ თუ რა ვიყიდე. კარგი დღეს გისურვებთ და ძალიან დიდი თხოვნაა რომ არხი გამოიწეროთ. ძალიან დავიღალე და წარმატებებს გისურვებთ. დროებით.